მოგესალმებით, დადგა სამშაბათ საღამოს 9:30 მეგახლავართ გიორგი ტარასელია. მინდა მოვიკითხო აუცილებლად უცხოეთში მყოფი ქართველი პატიმრები და ჯარისკაცები და მინდა ყველა ის ადამიანი მოვიკითხო, ყველა ის დიდი თუ პატარა, ვისაც უჭირს, ვისაც პრობლემა აქვს და ვისაც ჩვენი მოკითხვა სჭირდება და ახარეს. ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ. ხოლო დღევანდელი თემა აუცილებლად აქტუალური თემა არის, იმიტომ რომ ჩვენც როდესაც ყოფილვართ ბავშვები, ჩვენც ყავს მშობლები და ჩვენც გვეყოლებიან ბავშვები და როგორ უნდა გავზარდოთ, როგორ უნდა მოვექცეთ მათ და რა უნდა ჩავნერგოთ მათ ტვინში, რათა ისინი აღიზარდონ ისე, როგორც ღირსეულ საქართველოს შეეფერება და გამოადგნეს საქართველოს, რაც თავარია. ჩვენი სტუმარი გახლავთ დღეს მამა შალვა კეკელია. დაგვლოცეთ, მამო. ხალხთა დაგვლოცეს გიორგი, მოთა გაგახაროს. ეხ უღრმესი მადლობა, მამო. აი ეს ამ თემასთან დაკავშირებით მე ვინ უნდა მომეწვია, რომ არა თქვენ, იმიტომ რომ ჯერ ისე ძალიან მაგრა მიხარია, რომ თქვენ ჩემი სტუმარი ბრძანდებით. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ამისათვის და თან ბავშვები აი უდიდესი რიგი თქვენ ახსარებებში ახსარებას რო ვიბარებთ ხოლმე მე მაქვს ნანახი და ყველა ბავშვი დიდია თუ პატარა სულ ყველას თქვენთან უნდა ურთიერთობა რაღაცა და ძალიან მიხარია ხოლმე და ამ თემასთან დაკავშირებით რომ მოგიწვიეთ უბრალოდ აი რომ გადავხედე ვიფიქრე რომ მამა შალვას თხო მეთქი და რომ მობრძანდით კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ მამო თუ შეიძლება აი შობელმა როგორ უნდა აღზარდოს შვილი რომ შემდეგში არ გქონდეს ანანებელი ესე ვიტყვის პირველი დიდი მადლობა მოწვევისთვის ღმერთმა დაუწოს ჩვენი ერი ჩვენი ქვეყანა ღვთის წყალობა და მადლი არ მოკლებოდეს ჩვენ სერს და იცით რომ ჩვენი ქვეყანა არის დედაღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა დედაღვთისმშობლის ფარველობაა ჩვენ სერზე ჩვენს ქვეყანაზე და ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ როგორ გაიზრდება ამ ქვეყანაში ჩვენი მომავალი ანუ ეს მომავალთაობა როგორ არის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ადამიანი ჩვენ როგორც პირველ რიგში იზრდება ოჯახში ანუ ის რაც ბავშვს მოყვება დამოკიდებულება ადამიანის მიმართ ის ძირითადად ოჯახში ყალიბდება ადამიანი ესე ოჯახიდან მოდის ყველაფერი ძალიან ხშირად ჩვენ ის მithumetes აღწევს სასრულო პირველ მოდელი ვარ ძალიან ბევრ ახსარებას ვიბარებ და ძალიან შეხვდება ხოლმე ის რომ ადამიანს აქვს ძალიან მძიმე ცოდა ჩადენილი და უმძიმე მდგომარეობაშია მისი სული და ჩვენ ზოგჯერ ამ ადამიანს ვდგებით როგორ იცი პირდაპირ ამ მისი დანაშაულით საზღვროთ მის ცხოვრებას ანუ რატო დააშავა და ამით გამიჟეთ ხოლმე ადამიანს არ ვიხედებით იმის უკან იმის წარსულში რა იყო როგორ გაიზარდა ეს ბავშვობაში ეს პატარა ანგელოზი ბავშვობაში მე ძალიან არის სუფთა იყო წმინდა იყო ძალიან ლამაზი სული ჰქონდა ამის სული ვიღაცამ დაამახინჯა და დასერა მისი სული ძალიან დაამახინჯეს მისი სული და ეს ბავშვობიდან გამოიწვია აი არ არსებობს ადამიანი მკვლელი ან ნარკომანი ან ლოთი რომ მას რაღაცა ბავშვობაში რაღაცა არ ქონდეს აი რაღაც სიმძიმე რის გამოც ესეთი გახდა და დღეს ამ თემას საზოგადოებრივ შევიკრიბეთ აი ნუ რა განაპირობებს ამას ძალიან შეხვდება ხოლმე დღეს მithumetes საქართველოში არის რომ დამოკიდებულება მშობლისა და შვილის რომ ძირითადი ურთიერთობა მშობლებისა შვილების მიმართ არის აკრძალვითი ანუ არ გააკეთო რატო აკეთებ რისთვის აკეთებ ამას არ შეეხო ეს გააკეთე ძირითადად არის ესე ურთიერთობა მშობლისა და შვილის ანუ არ უხსნე შვილს რატომ არ უნდა გააკეთოს რატომ არ უნდა მოკიდოს ხელი ან რის უნდა გააკეთოს არ ჭირდება მას ახსნა და მე მგონი აი ძალიან ბევრი ადამიანთან მაქვს შეხება და უყურებ ამ ადამიანებს აი როგორ არავის არ აქვს ნერვები იმისა რომ საკუთარ შვილს მოусმინოს არ აქვს დღეს არ აქვს შუბლებს იმის ნერვები და იმისა რომ საკუთარ შვილს დაელაპარაკონ და კარგად დაუხსან თითქმის ოჯახებში დღეს დიალოგი არ მიმდინარეობს არსად ადამიანები ერთმანეთში არ საუბრობენ, არ საუბრობენ შვილებს, შვილები არ საუბრობენ მშობლებს, იმიტომ რომ ეს ძირითადად შუბლებიდანაა გამომდინარე. იმიტომ რომ შუბლები არ საუბრობენ შვილებს, იმიტომ რომ ძირითადად არის როგორც სულ ეჩხუბებიან ამ ხელს ურტყამს მშობელი შვილს, თუ ერთხელ არ გაიგო მისი ნათქვა, მაგრამ ყვირილს გადაძე მეორე მისი ქმედება არის უკვე ყვირილი და დაყვირება შვილის მიმართ და მერკვე შეიძლება ხელითაც კი შეეხო საკუთარ შვილს. ესე უდიდესი პრობლემა მე კიდევ ერთ-ერთი პრობლემა კიდევ რაც არის რომ აი შვილებს აყენებენ შეურაცხყოფას ძალიან ბევრი ბავშვი გამომისმენი ახსარება რომ აი უკვე თუნდაც მოზდილის გა რომ მამო მე თელი ჩემი ცხოვრება მაჯერებდნენ იმაში რომ მე ძალიან ცუდი ადამიანი ვარ მე უნიჭო ვარ მე არაფერი არ გამომივე ცხოვრებაში მე უშნო ვარ მახინჯი ვარ მშობლებისგან არის ეს დამოკიდებული ესე ეუნებიან შვილებს რომ აი შენ ესეთი ხარ შენ ძალიან ცუდი ხარ შენგან არაფერი არ გამოვა შენ ვინა ხარ ესე შეიძლება ადამიანმა იცხოვროს და ეს აი ეს დამოკიდებულებაა ძალიან ხშირად მშობლებიდან შვილების მიმართ და ეს ამ ადამიანს ამახინჯებს და ანგრევს რაც კიდევ აი რაც მნიშვნელოვანი არის დღეს ყველაზე დიდი პრობლემა რაც ჩვენ ერთში დგას არის განქორწინებების პრობლემა ძალიან ბევრი ოჯახი ინგრევა საქართველოში უამრავი ოჯახი ინგრევა დღეს მარტივად ინგრევა ოჯახები იმის გამო რომ წყვილები ფიქრობენ უკვე ეს მისინი ერთმანეთს ვეღარ უგებენ ამიტომ ისინი იძულებულები ხდებიან რომ ეს ოჯახი დაანგრიონ და ეს ბავშვები სულზე ძალიან მწარე დაისახება უმძიმეს მდგომარეობაში ვარდებიან ბავშვები და ბავშვზე არავინ არ ფიქრობს ერთი მაგალითი მინდა მოგიყოთ ერთხელ
ჩვენს მოძღვართან ერთხელ მოვიდა ერთ-ერთი წყვილი მოვიდა და თხოვეს მოძღვარს რომ მამა გიორგი ძალიან გთხოვთ ჩვენ გვინდა რომ დავშვიდოთ ერთმანეთს ჩვენ უკვე ერთად ცხოვრება აღარ შეგვიძლია ერთმანეთი აღარ გვიყვას ერთმანეთი ამოვწურეთ და ჩვენ ერთად ყოფნა აღარ გვინდა მათ ორი შვილი ყავდათ მამა გიორგი მათ დაუსვათ ესეთი კითხვა მე მინდა გითხოდოთ თქვენი შვილები გიყვართ კი ორივე თქვა რომ გიყვართ ჩვენი შვილები თქვენი შვილებისთვის ყველაფერს გააკეთებთ აუცილებლად ჩვენ ყველაფერს ვთქვით რომ ჩვენი შვილები იყვნენ ბედნიერები იყვნენ კარგად მაშინ კარგი მე დავუძახებ თქვენ შვილს და კითხვას დაუსვამთ თქვენთან დასწრებითო და დაუძახა ამ ბავშვს ერთი ალბათ 8 წლის იყო მეორე 6 წლის და დაუძახა ბავშვს მოვიდნენ ბავშვები მამამ მკითხა რომ თქვენ როგორ გინდათ აი მშობლები როგორ გინდა რომ იყვნენ და ორივე თქვა რომ ჩვენ გვინდა რომ მშობლები ერთად იყვნენ მამამ მიუბრუნდა ამ შვილს და ეკითხება ესე რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი შვილების გამო რომ თქვენ ერთმანეთში აღარ იჭხობოთ ერთმანეთს რომ მოუთმინოთ და თქვენი შვილების გამო მაინც ერთად იცხოვროთ მათ ეს ვერ შეძლეს ვერც ერთმანეთს იმიტომ რომ მათ საკუთარი ეგოიზმი საკუთარი მეს დაკმაყოფილება უნდა ისინი არ ფიქრობდნენ ის ბავშვები როგორ გაუბედურდნენ რომ ეს გოგო რო გათხოვდებოდა მას სხვა ქმარი იყულებოდა ის მას სხვა მის მე სხვას მეუღლეს მოიყვანდა მე ამ ბავშვების არავის არ ეცლებოდა ეს ბავშვს რა ტკიოდა რომ ამაზე ისინი ძალიან ხედ არ ფიქრობენ ხოლმე და ახლა შეიძლება ამას რო საუბრობ ძალიან ბევრი გამომეხმაროს და დამისვესაც კითხვა მამა აბა რა უნდა ქნა ამ ადამიანმა უკვე ისინი ერთმანეთს ვეღარ უგებენ ესე ვეღარ ცხოვრობენ აი რა უნდა გააკეთონ ამ ადამიანებმა შეიძლება ესე მუდმივად ესე იცხოვრონ ჩხუბში ყვილში არ ჯობია რომ შეიძლება ეს ბავშვი ვიხმე და დამახიძენ ესეთი რაღაც მოსმენის შემთხვევაში ეს მშობლები ესე არიან ერთმანეთს მიმართ და ესეთი კითხვა ძალიან ბევრი დაუსვამ ჩემთვის რომ აი მაშინ მე მათ მინდა ვკითხო მე ამას ვესაუბრები ნაწილობრივ ქრისტიანებს და ეკლესიურ ადამიანებს ეკლესიური აზროვნება უნდა ვისაც ღმერთში გამართლება უნდა მაშინ მოთმენის ზღვარი სად არის რაღაცის მოთმენის რაღაც სატანა იმის გამო რომ შენ საკუთარ ჯვარზე რაღაც შენ საკუთარ თავზე რაღაცა ჯვარი ხო უნდა იყო ქრისტიანობა რა არის ქრისტიანობა არის ის რომ უარყავ თავითვისი აღიღე ჯვარი და შეუმიდე ანუ თუ შენ საკუთარ თავს რაღაცაში არ უარყოფ და საკუთარ თავს რაღაცას არ გაწირავ და არ შეწირავ შენ ვერაფერს სარგებლობას ვერ მიიღებ ვერც საკუთარი სულისთვის და ვერც სხვისთვის ესევე თუ შენ არ შეგიძლია შენი შვილისთვის თავის გაწირო რაც შენ შვილს გაუხარდება ეს გააკეთო როგორ ფიქრობ ახლა შენ სხვის გამო რამეს გააკეთებ და სხვისთვის რამეს გააკეთებ და ეს არის აი დღეს როგორი სცენა ეს დღეს ცელ ერშია მოდებული სცენა ამის გამო ეს ბავშვები ძალიან ინგრევია მათი ცხოვრება ინგრევა იმიტომ რომ მე ძირითადად აი დამნაშავეები მიწყავს ახლა ვისაც აი დიდანაშაულით ჩავიდენია ვისახსენებთ უმისმენია უმეტესობა არის ანგრეული ოჯახის შვილები დაკომპლექსებული ბავშვები იმიტომ რომ ის ხედავდა რომ მისი მეგობარი მისი კლასელი მისი ბაღელი როცა ბაღში დადიოდა ხო ის დედა და მამაზე საუბრობდა როგორ უყარდა დედა და მამას ერთმანეთი მას ესეთი სიყვარული არ ქონია ოჯახში და ის ამას ძალიან განიცდის და თავიდანვე ბავშვობაში კომპლექსდებოდა და მისი ბუნება ინგრეოდა და მას უწევდა სულ რაღაცებს თქეცება რომ ისი ძალიან კარგია ისიც ამ საზოგადოების წევრია მასაც აქ უნდა საზოგადოება ყოფნა და ამისთვის ძალიან ცუდ რაღაცას აკეთებდა რომ მას ეს დაემკვიდრებინა საკუთარი თავი ყველაფერში ერთხელ მქონდა ესეთი შემთხვევა ერთ სკოლაში ვასწავლიდი და მოხდა ეს ერთი ბავშვი იყო მე-4 კლასელი ბავშვი რომელიც კლასში ყველას სცემდა რაღაც ესე ხო თან ფიზიკურად ყველა ძლიერი იყო და ყველა სცემდა და კლასის ხელმძღვანელი მოვიდა და მთხოვა რომ მამაო გეხუწებიო შენ ძალიან პატივს ხცემენ ეს ბავშვები ძალიან უყარხარ თუ ყველას და შენ სიტყვასო მათანო ძალიან ისეთი ძალა აქვს და ძალიან თქო რომ დაელაპარაკო ამ ბავშვს რომ ვიცი ძალიან უყარხარო და შენ მოგისმენსო ეს ბავშვიო და დაელაპარაკო ვერ გავიგეთო რატო ამ ბავშვს ამ სხვა მისი კლასელებთან ესეთი აგრესია და მივედი ამ ბავშვს დაველაპარაკე რაღაცა მეთქი რატო ესე რატო ხარ მეთქი ესე მეთქი ყველა სერები გასაგები ყველა ძლიერი ხარ მაგრამ ხო ამის გამო ხარ შეიძლება ყველა ცემო ყველა სურტყა არა მამა ვიცი რა არის მამა ეს ბავშვები სულ თავენ ჩულოზე ლაპარაკობენ მე სულ დიდას დავყავარო სკოლაში არასოდესო ჩემ შობილს მე სკოლაში არ მოვყვანივარო და ესენი სულ ყვებიანო აი დედამ როგორ მომიყვანა კლასში მარტო არ ურტყამდა ორ ბავშვს არც იმდა ორ ბავშვს და ერთ დედა ყავდა გარდაცვლილი და ერთის მშობლები იყვნენ გაშორებული ერთმანეთთან, ვისაც არ ცემდა, ვისაც არ ეხებოდა. და ანაჩეს ყველას მერტ აგრესია ჰქონდა. მე-4 კლასელ ბავშვს. და მე ვნახე რომ ეს ბავშვი ისე მძიმე მდგომარეობაში იყო და მის მდგომარეობა ისე დავიბარე მის მშობელი, ამ დედა დავიბარე რომ დავლაპარაკებოდი. მოვიდა პატარა ალბათ 25-26 წლის გოგონა მოვიდა. რაღაცა ძალიან გამოპრანჭული, რაღაცა შეხვდა ჯერ ამერიკა და მანქანაში ძორ და მანქანაში დამელაპარაკეთ. მე როგორ მანქანაში მობრძანეთ სკოლაში ოთახია, სადაც შეიძლება დავიჯდეთ დაველაპარაკო. თქვენ შევზეა საუბარი და გადმობრძანეთ მანქანად. მე შემოვიდა დავჯექით და კითხები დაუსმეთ კი აი უთხარი რომ მეთქი ქალბატონო მეთქი ესე თქვენი შვილი ესე მდგომარეობა აქვს და ალბათ უფრო მეტი სიტყვა უნდა თქვენ გარმეთ რომ უფრო მეტი სიტყვა მიიღოს რაღაცა უფრო მეტად რომ გადაერთო ესეთი რამ მითხრა ქალბატონო გოგონამ რომ მამაო თქვენ ისე ჩემი შვილო საცხოვროსო მეთქი რა საცხოვროს სადაც ცხოვრობდი რა მნიშვნელობა აქვს საცხოვროს იცი რა სახლი გვაქვსო ჩვენ როგორი სახლი გვაქვს იცი როგორ ოჯახში ჩემი შვილო ჯერო საქართველოშიც კი არ დაუსვენიაო
სულ ინგლისში, იმაში რა ქვია, იტალიაში და იმაში ვასვენება ჩემი შვილო. და მეთქი და რა მნიშვნელობა აქვს ახლა მეთქი თქვენი შვილი ახლა ინგლისში დაისვენა თუ ჭობორში დაისვენა მეოთხე კლასელი ბავშვი ახლა რას გაიგებს ახლა თქვენი შვილი რა არის მეოთხე კლასელი ბავშვია ჯერ რას ჩააცმეთ ახლა თქვენი შვილი ახლა არმანის სამეს ჩააცმეთ თუ ახლა ლილოში ნაყიდ რაღაც ამბობს ამის მნიშვნელობა ამას არ აქვს მეთქი რას ჩააცმეს ეს ბავშვი მეთქი ჩემ შულს სამი ძიძა ემსახურებაო დღეს სხვა ძიძა ყავს შუა დღეს ვაძა ხამის სხვა ძიძა ყავს ღამით შეებაო ძიძაო დამდენ ფულს ვიხდიო მის აღზაშიო ანუ მისი შეხედულება მიშულთან იყო ეს ყველაფერი ანუ ის უხდის თავის შულში ფულს თვითონ ესეთი მცხოვრობს დანგრეული აქვს ოჯახი თვითონ გულავს შვილი ჩაბარებული ყავს ძიძაზე და მე ეს შვილი რო ინგრევა და ამის შულს რო არავის არ ცალია და ამის შვილის ბუნება მას გონია რომ თუ გადაუხდის თავის შულს ან კარგ შავალს უყიდის კარგად ჩააცმევს კარგი მასე წაიყვანს ხო ეს გონია ამის შვილის აღზრდა ხო ყველაფერი ეს გონია და ეს არ არის ყველაფერი ეს არ არის ყველაფერი იმიტომ რომ შულთან ურთიერთობა არის სულიერი ურთიერთობა სულიერი დამოკიდებულება რა დამოკიდებულება შენ შულთან როგორ ესაუბრები მისი ტკივილი რო ტკივა და მისი ხარ რო გიხარია დღეს მშობლებს არ ესმის იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ოჯახი იქნება მომზადებლად ძალიან ბევრი ადამიანი ოჯახს ქმნის მომზადებლად ანუ მათ არ იციან რატო ქმნიან ოჯახს რისთვის ქმნიან ოჯახს გონათ როგორც ერთმანეთს შეუყვარდა და უცებ გადაწყვეტენ ოჯახი შექმნა მაგრამ მათ არ იციან რა არის ეს ოჯახი და თან რა აქვს ამ ოჯახში მათი მიზანი რა ოჯახში რომ ოჯახს რო ქმნიან გონიათ რომ ის უნდა ემსახურებოდეს მას ანუ ის მისთვის კი არ იწყოს ცხოვრებას ვინც მოყავს ის უნდა მოემსახუროს მას და რაღაცას იმისგან რო არიღებს უკვე მისგან პრობლემა აქვს იმ წუთშივე ანუ ის თავ განწირვით არა თავის ოჯახის მიმართ თავისი მეუღლის მიმართ თავის ამ ყველაფრის მიმართ და ეს ყველაფერი აისახება ამ ბავშვებზე ის რო ხედავს რომ დედას და მამას ერთმანეთი არ აინტერესებს დედას ცალკე შეხედულები ცალკე აზრები აქვს მამაც ცალკე თავის აზრები აქვს ეს ბავშვი ცალკე სიმიტოებული კი ავალდებულებია იმას რომ გაკვეთილები მოამზადოს წაიკითხოს მომზადებელი სკოლაში არ წავიდეს ამიტომ შეიძლება დაუყვირო ნეჩხუბო მაგრამ შედეგად რა იქნება ამ ყველაფრის შედეგად აი ამას არავინ არ ითვალისწინებს ამას არ აქცევენ ყურადღებას ეხ სამწუხაროდ მაგრამ არიან და არსებობენ მამაო მეორე სახის მშობლები რომლებიც პირიქით იქცევიან და მე ვფიქრობ რომ ძალიან ათამამებენ თავის შვილებს და ძალიან ხშირად ხოლმე მამებთანაც მიხსენებია ხოლმე იმიტომ რომ აი სამაშტო ტაქსში სიტყვაზე თავის ბავშვი უზით რაღაცა დიდი ჰამბურგერი უჭირავს ხელში ბავშვს აჭმევენ და იმას არ ფიქრობენ რომ იქ დგას მოხუცებული ან ნებისმიერი უფროსი ასაკის ადამიანი და იმას არ ასწავლიან რომ მას ადგილი დაუთმოს სიტყვაზე და ეს რაღაცებს მე აჯერებენ რომ ეს ყველაზე კარგი არის ყველაზე ლამაზია ყველაზე საყვარელია და ამ დროს სადღაც საზოგადოებაში მოხდება მამაო ეს ბავშვი შემდეგ და სულ არ არის ეგრე რომ ყველაზე კარგი ვერ არის ჩვეულებრივია ისიც როგორც სხვა ბავშვი და ეს ბავშვი მე შემდეგ რაღაცა კომპლექსდება და უარეს მდგომარეობაში ვარდება მამაო ანუ აი აქ როგორ უნდა მოიქცეს მამაო იმიტომ რომ ადამიანის ძირითადად ყველა სფეროში შუალედის დაჭერა და საქართველოში მცხოვრებ ადამიანს მამაო სულ ყველგან უჭირს ან არის რაღაცისკენ გადახრილი ისე მწარე თან აკეთკენ არის აი რაღაცა შუალედური ადამიანი საქართველოში რაღაც გაწონასწორებული არ არსებობს სამწუხაროდ ჩვენ და ну ისე იშვიათად რა ძალიან და მშობლებშიც რა თქმა უნდა ესეთი ჩვევები არის ხო ან არის რაღაცა იძახიან ხოლმე მეორე ისა აქვს რომ აი ხვის გასაგონად რომ გიჟი დედა არის ან რაღაცა რომ ამბობენ ხოლმე ხო იცით ან ესეთი არის რაღაცა ესეთი მშობელი და თან გონია რომ ამას კარგს აკეთებს აი ნებისმიერ ბავშვს აი შენიშნა რომ ისე შეიძლება რომელიმე მშობელი მოვიდეს და ძალიან მაგრა გეჩხუბოს ხო აი მას არაჩვევი და თან ყველაზე ცუდი რა არის იცით მამო ამ ბავშვს ამ სიამაყეში რო ზდიან და ხელის თავზე გადასმაში ხო შემდეგ ეს ბავშვი ხო ძირითადად მათთან ურთიერთობს და ეს ჩვევები სხვასთან ვერ გამოავლენს და ისევ ავლენს ამ ოჯახში ხო და ეს ოჯახი ზარალდება მე შემდეგში ყოველთვის ხოლმე და აი თუ შეიძლება მამო ამასთან დაკავშირებით ძირითადად იმიტომ ჩვენთან საქართველოში მამო უფრო ესეთი პრობლემებია ვიდრე ის იმიტომ რომ მე მინახია დანგრეული ოჯახები აი ჩემი მოსაზრებად ოდნავ განსხვავდება და ძალიან მაგარი შვილები შეგნებული იმიტომ რომ აი პატარა ბავშვი აი მაგალითად მინახია აი 14 წლის ბავშვი რომელსაც მამა არ ყავს და 14 წლის ბავშვი რომელსაც მშობლები ყავს მაგრამ ეს 14 წლის ისე აზროვნებდა როგორც 22 წლის ბავშვი და ეს მაინც უფრო იმაზე რო იყო დამოკიდებული ხო უფრო სხვანაირად აზროვნებდა რაღაცნაირად უფრო მოშვებული და რაღაც ხშირად უფრო ადრე იზრდებიან ის ბავშვები ვინც აი მშობლის გარეშე იზრდება რაღაც ეგეთი იმიტომ ესეთ ადრე თან მამო ისე ხო არ არის მაინც ხო ღმერთი მფარველობს ხო ადამიანს აბსოლუტურად ხო და ეხლა მამაზე მაგრად შეიძლება ღმერთმა მოვაროს თუ ის ივლის ეკლესიაში და ღმერთს თხოვს ხო მოვლას ხო და აი მამო ძირითადად მაინც აი ამასთან დაკავშირებდია
არის მეორე უკიდურესობა და ესეც უმძიმესი მდგომარეობა ადამიანს, ანუ ჩვენ რა მომიტეცი, ყველაფერში უნდა შევინარჩუნოთ ოქროშვალეთი. არც ისაა გამართლებული იცი და შენ ლიდერი ხარ, შენ პირველი ხარ, შენზე მაგარი არავინ არ არის ამ ქვეყანაზე, შენ იცი და ყველას უნდა აჯობო, შენ ყველაზე წინ უნდა იყო, ესეც ბევრი მინახავს, ესე რომ აი და მე ძალიან პრობლემის წინაშე ხვდებიან ესენი. ერთი მეგობარი ყავს, ჩემიც მაგაცე, ჩემი შვილის ნათლია ვარ და შვილს ასწავლის ჭადრაკს თამაშობს მე შვილი და ეს ბავშვი რომ გამოდის, წაგებას და მოგებას ერთნაირად რომ გამოვარდე, მამიკო იცი დღეს წავაგე და უხარია, ეს ხალხი რომ ტირის და ესა და რომ მოიგებს ესე სიხალოდ გამოძა, ამას რომ მოვიგე, მამიკო, ანუ ეს ისე გაზარდა, ეს ორივეს მიაჩვია, წაგებასაც მიაჩვია და მოგებასაც მიაჩვია, ადამიანი ესეა, ხარ რაღაცას წააგებ, ხარ რაღაცას მოიგებ, ანუ ეს დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ნორმალური, არ შეიძლება ადამიანის სულ რაღაცას ეყურა, იცი შენ ეს არის აი ევროპაში და ჭირთ ზოგ მაშინ არის რაღაც რა, შენ ლიდერი ხარ, შენ პირველი ხარ. შენზე მაგარი არავინ არ და შენ ყველას უნდა აჯობო შენზე შენ უნდა იყო ყველაფერი შენ ესეთი ხარ ეს არის საშინელი მდგომარეობა ეგეც მეორე უკიდურესობა არის ნებისმიერ რაღაცაში გიორგი არის შვალიდური მდგომარეობა დასაცავი უფრო შვალიდ უნდა იცო ყველაფერში და ყველგან თუმცა ესეთი დამოკიდებულება არის ძალიან მძიმე დამოკიდებულება და ჩვენ ესეც გვინახავს რომ აი ძალიან ბევრი ეს ბავშვები ძალიან მეც უკიდურეს მდგომარეობაში ვარდებიან და ის შეიძლება თქვი რომ აი არიან ბავშვები რომ სამცხოვრების სიმწარე აქვს გამოსდა სამცხოვრების სიმწარეში არიან უკვე ჩამოყალიბებულები ანუ ძალიან მძიმე და არიან უკვე 12 წლის ბავშვი უკვე აზროვნებს როგორ 18 წლის ბავშვი და ის ოჯახში გაზრდილი ადამიანი 18 წლის იმიტომ რომ მან ცხოვრება მანახა ის გაკვეთილი ცხოვრებამ გაატარა ეს გაკვეთილი ღმერთის შემწეობით ხო ეს სხვა მდგომარეობა კიდევ ეს არის მეორე მდგომარეობა მე ვიცი ხე რა არის აი მისაღები ანუ ეს არაა მისაღები რომ ოჯახები დაინგრეს შეიძლება ეგ დაანგრეული ოჯახიდან ძალიან კარგი ადამიანი გამოვიდეს და საუკეთესო ადამიანი გამოვიდეს იმ ოჯახიდან და შეიძლება ძალიან კარგი ოჯახში აზრილი ძალიან ცუდი ადამიანი გამოვიდეს რაც მამა ხშირად ეს არის პიროვნული დამოკიდებულებაც არის ეს გიორგი ადამიანის მიმართ მაგრამ მე ვიცი რა შეიძლება ის სახოს ბავშვი სულზე ის მე ამაზე საუბრობ როგორ დაზარალდეს იმიტომ რომ ეს სახლა ეს ნორმად მივიღოთ მაშინ ყველა დავანგროთ ოჯახებს რაღაც ესე და ის ბავშვები უფრო კარგად გაიზრდებიან ეს ნორმა იყოს ანუ ეს ნორმა არ შეიძლება რომ ჩაითვალოს არანაირად რომ აი რადგან ის ესე კარგად გაიზარდა და ჩამოყალიბდა ჩვენ ვიცი აი გაჭირებული ოჯახის შვილები უფრო ხდებიან მდიდრები ვიდრე მდიდარ ოჯახში გაზრდილი შვილები რომ ისე შეინარჩუნონ ამის ქონება, იმიტომ რომ შემთხვევაში მილიარდელები ვინც არიან, მათი შვილები კარგავენ ამ ქონებას და ნებისმიერი მილიარდერი ვინც გამხდარა, ყველა გამხდარა სიღარიბიდან. 90% მილიარდელების ვინც ამოსული სიღარიბიდან ამოსული, იმიტომ რომ მისი ნატრო დაუცნება იყო რომ ერთი პატარა სახლი ქონდა, სადაც ის დაიძინებდა და მისი სახლი იქნებოდა. მაგრამ მე რამაზე ვერ გაჩერდა და მიყვადა უფრო მეტი იშოვა. ანუ ეს არა საზომი, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს რომ ვიღაცა ესე კარგად რო იქცევა, მაგრამ დაანგრეული ოჯახიშვილი, ამიტომ ეს მოსაწონია. მე რატო საუბრობ ახლა ამაზე რომ დღეს ეს ძალიან მოდა შემოვიდა ოჯახების დაანგრევა. მე მგდელი ვარ და ეს არის დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის რომ ადამიანები დღეს მარტივად ანგრევენ ოჯახებს. მარტივად ანგრევენ ესე აი ერთმანეთს არ ითვალისწინებენ, ადრე როგორ იყო, იცი ადრე არ იყო ეს რწმენა კომუნისტებისთვის, მაგრამ ოჯახები იყო ძალიან სიწმინდეზე. ეს მარტივად ოჯახს არ ანგრევდნენ, იქ ითვალისწინებდნენ დედას, მამას, ნათესაობას, ყველას ითვალისწინებდნენ. დღეს ეს ადამიანს რო დღეს ვერ გაგიგებს ამას. დღეს ახლა მე რო ჯულის კანონდა რაღაც მაგალითი რომ მოვიყვანო. ხალხი ვერ გამიგებს ამას, შემთხვევით გიჟათ ახლა. ჯულის კანონში ეს წერია რომ რო კითხვის ისა რა ქვია ერთ-ერთი ადამიანი ეკითხება მოწყვერს ეკითხება რომ ჩემი ცოლიო ჯაჭვებით არისო დაბმულიო და როგორ შეიძლება მას რომ მოვიქცეო მე იმიტომ რომ იმდენად ძიმე მდგომარეობაში არისო როგორ მოვიქცეო და თუ გზალგიცო უნდა აიტანო ისო შენთანო წარმოხა ამას ვიღაც რო დაელაპარაკო დღეს იმას შეგითვლი რაღაც მოგიდგებიან დღეს ამაზე ეგ ესე წერია რომ რა იციო შენო რო შენი ურწმუნო ქმარი რომელიც ესე რო იციო შენმა მოთმინებაო შეიძლება შენი მეუღლე აცხონოსო ანუ აი დღეს რო თქვა ახლა რომ ქმარი ცემს ცოლს და ცოლს რო უთხრა ახლა ჩვენ ეკლესიამ ვიცი რა შენ უნდა მოითმინო იმიტომ რომ შენო მოთმენამ რა იცი რომ შეიძლება ის აცხონოს ადამიანი იმიტომ რომ წარმოიდგინე ახლა შენც რო არ გიყვარ შენი ქმარი და ეს რომ მიატოვო რა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება შენი ქმარი და ერთადერთი ადამიანი ყო ვინ შეიძლება შენ მეუღლეს მიხედოს დღეს ეს თემა რო გამოვიტანოთ ჩვენ სალაპარაკოთ ამ ეს რა აჟიოტაჟი მოყვება ახლა შეიძლება ამას ის რაღაცა მოყვეს რა იციო შენო შენი მოთმინებით რომ შენი ქმარი აცხონო თუ ვინ მიხედავს შენ ქმარს გაუბედურებულს ის ხო ვიღაცამ გაუბედურა ეს ადამიანი მისი ბუნება ხო გაუბედურეს იმიტომ გახდა ესეთი ეს ადამიანი რაღაცამ განაპირობა მის ეს მდგომარეობა ჩვენ ძირიძირავდი არ ჩავდივართ ჩვენ ბავშვების თემაზე საუბრობთ ჩვენ არ ვიცით ჩვენ აი რატო ვიხებით ეს ბავშვების თემას იმ ვიხებით იმის გამო რომ ჩვენ ამ ბავშვების სულამდე მივიდეთ ანუ ის დიდი რომ გაიზარდა დღეს რაღაც რო ჩადის მას რაღაცა საფუძველში აქვს რაღაცა დარღვეული იმიტომ ჩადის სამ დანაშაულს თუ რომ ის ესეთი არ დაბადებულა რომელიც ესეთი არ გაუჩენია იცი რომ მაგათად საფრთხოს სწავლებით სიბნელეს არსი არ აქვს ბოროტებას არსი არ აქვს
ანუ არსის გარეშეა ბოროტება, არის გარეშე აი სიბნელი, ანუ როგორ შედავსო აი სიბნელი ფიზიკურად არ არსებობს. სიბნელი არის სინათლის ნაკლებობა. იმიტომ რომ სინათლის სიბნელს ვერ შეიტან. არ არსებობს სიბნელი ფიზიკურად არ არსებობს ამის რომ სინათლის შეიტანო სიბნელე. ვერ შეიტან, იმიტომ რომ არ არსებობს და უნდა შეიტანო, მაგრამ სინათლის წარმოქმნა შეიძლება და სინათლის სიბნელის შეტანა შეიძლება და სადაც სინათლის შეიტან, იქ სიბნელე ქრება. უსიყვარულობა არ არსებობს. უსიყვარულობა არის სიყვარულის ნაკლებობა. ბოროტება არ არსებობს. ბოროტება არის კეთილის ნაკლებობა. ანუ შენ რო კეთილი მოგაკლდა, იქიდან გახდი ბოროტი. თორემ ბოროტებას არსი არ აქვს. სადაც სიკეთია და სადაც სიყვარულია, იქ უსიყვარულობას ადგილი არ აქვს. წარმოუდგენელი იქ უსიყვარულობა იყოს, ის ბოროტება იყოს. ეს ადამიანი იყო ძალიან კეთილი, ძალიან კარგი, მაგრამ ეს სინათლე რომ მოაკლეს და რომ მოაკლეს, მას აქედან გაბოროტა ეს ბავშვი. აქედან დამძიმდა ეს ბავშვი და დამძიმამ, დამოკიდებულებამ, საზოგადოებამ, გახსოვს არჩეუბელაში როგორ აილე ჭავჭავაძესთან, როცა ეძმა ეუბნება, თქვენ ყველანი ხარ დამნაშავეები ჩემი ძის ყოლობაში. როცა მას ეუბნება. ანუ თქვენ ყველა მიიღეთ ამაში მონაწილეობა, ჩემი ძმა ესეთი გამختارიყო. საზოგადოებამ შექმნით ჩემი ძმა ესეთი. ანუ ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევეცადოთ რომ ეს საზოგადოება სხვა მხარეს წავიყვანოთ ესა და ეს აზროვნება სხვანაირი იყოს ღმერთთან დამოკიდებულებაში ადამიანთან დამოკიდებულებაში ეხტე მობილური რეკავს მაგრამ ძალიან დიდი ხანია ბუდიშკი ხდით გისმენთ მაგაითშა ძალიან დიდი ხანი ვალოდით მაგ არა უშავს მაგ შემდეგ ფილიქს მაპატიეთ დიახ შემდეგ მამაო თუ შეიძლება ანუ საზოგადოებიდან და ეს ყველაფერი არის როგორც ამ ბავშვს ხნით ჩვენ ვხვით ამას აი თუნდაც აი დღევანდელი დღეა ხო გადაცემები ტელევიზიაში გადაცემები და ესინ არის უმძიმესი მდგომარეობა არავინ არ ფიქრობს იმაზე რომ ეს ბავშვს თუნდაც რაღაცა გუში რაღაც ნიჭიერში არ ვიცი მე არც მეყურები რაღაც საშინელი რაღაცები გადის ანუ რაღაც ცენზურა არ არსებობს ტელევიზიაში რაღაცა დღეს ისეთი ადამიანები არიან ამათ აი ჩვენი ბავშვი ისეთი ადამიანები ხდებიან მაგალითები ის რაღაცები თუნდაც აი ცოდვასთან დაკავშირებით რაღაც აი საზოგადოებას აჩვენ ძალიან იმას აი ადამიანს კი თავისი არჩევანი აქვს ადამიანი თუნდა აირჩიოს თავის ცხოვრება უკვე ზოგ ქვეყანაში გონი არ ვიცი რამდენად სწორად დამინფორმირებული ბავშვს სქესს თავიდან არ უწერენ თვითონ აირჩიოს ის სქესს რო გაიზრდება აი წარმოიდგინე ეს შეიძლება გისმენთ შეიძლება დიახ გისმენთ ვაო დამლოცეთ უცა დაგლოცეთ გაგაწლიეს მართლა მოგესალმებით მე ესეთი ძაბები დავთქვა რომ როცა თანხმედრა საერთოდ ოჯახში თანხმედრა და სიყვარული ამაზე ბედნიერება არაფერი არ არის საერთოდ და სიზულვილი არ შეიძლება საერთოდ მაგრამ არის ზოგიერთი ადამიანები ესეთი ჩვენს შორის და ჩვენს გვერდით და შეიძლება ყველაზე ცუდი იყო მათ შორის მაგრამ აი ის ადამიანი ვის ყველაზე მეტად შესაძლებელი სიბრძოლვარეს გამოხატავს შეიძლება ყველაზე მეტი საცოდავი იყოს რა და ამაზე მინდა რომ გითხრათ აი როგორ და მიუდგეთ ესეთ ადამიანს რომ შესაძლებელი იყოს და დესპოტი იყოს ადამიანი რა და აი თავის იმით ვერ აცნობიერებდეს ასაკეთეს და რატო იქცევა ასე არის ხოლმე ზოგიერთი ადამიანი რომ ვერ გამოდის ამ მდგომარეობიდან ამ გაუსაძლის სიტუაციიდან თუ შეიძლება რომ თქვენი დაგვესაუბროთ ამაზე მადლობა დიდი ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის ეს სწორადაც თქვენ კითხვა იმიტომ რომ ჩვენ ზოგჯერ როგორ ვართ ჩვენ ხედავთ ადამიანის შადენილი ცოდვას და არ ვფიქრობთ იმას ის ადამიანი რა მიიყვანა ამაზე ვსაუბრობთ თუნდაც ახლა დღეს რატო გახდა ეს ადამიანი ესეთი ბოროტი რატო დაზიანდა მისი სული რა მიიყვანა მის მდგომარეობამდე ზოგჯერ ჩვენ ამას არ ვიკლებთ ეკლესია ზუსტად ამისკენა მიმართული რომ ჩვენ ნებისმიერ ცოდულს ვიღებთ ეკლესიაში ნებისმიერ ცოდულს პატრონულ და ულით ეკლესიის მოვალეობა და დანიშნულებაც ეს არის რომ ადამიანებს მოვარონ მიხედონ ეს ადამიანი და იმის ძირამდე ჩახვიდე რამ განაპირობა მისი ეს დანაშაული ერთ-ერთმა ადამიანმა ეს რამეს არ არის ახსარების გაცემა იმიტომ რომ ახსარების გაცემა არის როცა იცით ვიზია საუბარი ერთ-ერთი ადამიანი მოვიდა ეს რამეზე მესაუბრა რომ მაშინ ეს ბავშვების გატაცება და ეს როგორც აი ვიტაცებდნენ ბავშვებს 90-იან წლებში ეს ბავშვიც გაიტაცეს მაშინ პატარა იყო 14-13 წელს იქნებოდა ალბათ უფრო პატარაც და გაიტაცეს ეს ბავშვი და მას ერთად გაიტაცეს ერთი გოგონაც ესე მოხდა რომ ესენი ორი კვირა იყვნენ ერთად სანამ ამის შობლებმა ფული შეაგროვეს ეს გოგო და ბიჭი ერთად იყვნენ ერთმანეთი გაიცნეს რაღაცა დაახლოვდა ერთმანეთთან და ორივე ქართველი მოხდა ეს რომ ბიჭის ფული გადაიხადეს მშობლებმა და ეს გოგოს შობლებმა ფული ვერ გადაიხადეს და ამ ადამიანს უთხრეს ესეთი რამე რომ ამ პატარა ბიჭს მაშინ 14 არ ვიცი ასაკი არ ვიცი ამდენ წელს იყო უთხრეს რომ მას უნდა მოეკლა ეს გოგონა და თან თვალებში აყურებინეს ეს ასრულნეს ამისთვის ეს ტყვია
ამ გოგონასთვის. წარმოიდგინე, აი პატარა მაშინ ერთი წელი ჩაუდეს მის ტალეტში და ასრულებს ეს ბავშვი ეს გოგონა მოაკლევინეს. წლები გავიდა, ეს ბიჭი გახდა ნარკომანი, დაიწყო ლოთობა, მძიმე მდგომარეობაში იყო მისი სული. მე მოვიდა ჩემთან ახსარება ჩაამბარა, დამელაპარაკა ეს ადამიანი და მთელი ცხოვრება ვერ ინელებს და ვერ ნანიებს ამას. ამის გამო მან უამრავი ცოდვა ჩაიდინა ამის შემდეგ და სულ თან გოგონს ვთხოვა რომ ცვალში იყო და გეხვეწებიო არ მომკლავ, იმიტომ რომ შენ მთელი ცხოვრება საკუთარ თავს ამას ვერ აპატიებო, ამათ ხა იმათმა მომკლავო, შენ ხელიდან არ მოკვდეო. შენ ისინი არ მოკლავენო, ხო არ მოსულ შენ ისინი არ მოკლავენო. ამას იარაღი მიადეს და მე ამას იმისთვის ასრულნეს. და ახლა ეს მდგომარეობა ხო არავინ არის. ესენ ადამიანები ხედავენ მის ამ დანაშაულს ეს ბავშვი ჩადიოდა, ეს კაცი ეს ბავშვი ჩადიოდა, მე იქ ვიღაცა შეიძლება ცემა, ვიღაცა დაჭრა, მე ისე წამლის კეთება დაიწყო. ანუ მან ღმერთში ვეღარ იპოვა ეს ვერაფერი. ანუ ეკლესიაც არ იცოდა, მაგრამ ეკლესიაში მოსულიყო როგორ გადაჩენილიყო ამისგან და ეს ადამიანი ამ ყველაფრის აი უნდა რომ გამქრალიყო მისი გონდა უნდა რომ ვიღაცას მოეკლა ესეც ამ ჩხუბის დროს მაგრამ არც ხვდებოდა არც არავინ არ მოკლა ჩხუბის დროს არც არაფერი არ მოხდა მის ცხოვრებაში მაგრამ მისი ცხოვრება დაინგრა ამ ბიჭის ცხოვრება და ვიღაცა შეიძლება რომ ხედავდა ამ ადამიანს ხო გუბანში ან რაღაცა განიკითხავდნენ ამ ბიჭს ნახე როგორი ნარკომანია ნახე როგორი ლოთია შეიძლება იგი ადამიანი ესე იქცეოდეს კაცი ესე იქცეოდა მაგრამ მის გულში რა ხდებოდა ამას ხო არავინ არ ხედავდა რატომ გახდა ეს ადამიანი ესეთი რამ დაამძიმა მისი ცხოვრება და ჩვენ ძალიან შემთხვევაში ეს დაზიანებული ადამიანები ვინც ძიმეცოდვაში არის რის გამო დაზიანდა ჩვენ ეს არ ვიცით ამიტომ ეკლესია როგორ უდგება ნებისმიერ ცოდვას ეს აკასრია όμως ეს იტყვის რომ გიყვარდეთ ცოდვინი მაგრამ გძულდეთ მათი საქმენი შენ თუ ადამიანი არ გიყვარს ადამიანის სიყვარული არ გაგაჩინია აი პირადად ადამიანი თუ არ გიყვარს ხო შენ ვერცად ადამიანის დახმარებას ვერ შეძლებ აი მგლობა რა არის მგლობა არის ის რომ შენ იმ ადამიანთან ერთად მის ჯოჯოხეთში ჩახვიდე ანუ იმ ადამიანს აჯოჯოხეთში გააჩინა თავის სულში და იმ ჯოჯოხიდან ამოიყვანოს ადამიანი ანუ თუ შენ მის ჯოჯოხეთს ვერ შეიგზნობ რა მდგომარეობაშია მისული რატო გაბოლოტა ეს ადამიანი ესე რატო ეს ადამიანი ეს ძიმე მდგომარეობაში ერთად სახა ეკლესიას რო განეკითხავენ აგინებენ ეკლესიას ეს ადამიანები ძალიან მეწოდებიან რატო მეწოდებიან იმიტომ რომ უმძიმე მდგომარეობაშია ეს ადამიანები უმძიმე მდგომარეობაშია მათი სული მათ არიციან საკუთარ თავს რა მოწიეს ამ ყველაფრით მე თითქმის უკვე ბოლო ხანებში სულ ვერიდები ვიღაცას განკითხვას იმიტომ რომ მე ხვდის იმით რა ქვია ნელა ღმერთი ჩვენ გძლის ასრულებებს რაღაცა ჩვენც მივდივარ ცოდვინდე მე ჩამიხედე ცოდის უსკულში მეც მინახავს რა ცოდის უსკული და როცა შენ იცი ცოდის უსკული რა არის შენ ადამიანებს აღარ განეკითხავ ესე მარტივად არ შეგვიძლია ადამიანებზე რომ ისაუბრო ესე მარტივად ადამიანებზე ისაუბრო ცოდვასთან დაკავშირებით პეტრე მოციქულზეა რა თქვა საოცარ რაღაცა რომ წარმოიდგინეთ პეტრე მოციქული მაცხოვართან ერთად რო იყო მაშინ იცით როცა მაცხოვრის ასაყვანად მოვიდნენ როცა მაცხოვრი ლოცულობდა გეცემანის ბაღში როცა მოვიდნენ მაცხოვრის ასაყვანად წათები და შეარაღებულები მივიდნენ ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა მაცხოვრი ვაიყვანათ პეტრე მოციქულს არ შეეშინდა ოთხნიყვნენ მახვილი იშიშლა და მოაჭრა ყური ერთ-ერთ მონას აქ მაცხოვრი იმდენად სიძლიერე ჰქონდა როცა მაცხოვრის გვერდზე იდგა ანუ რწმენასთან ერთად რო იდგა მან ყურიც კი მოაჭრა იმ ადამიანს და გადაარჩინა ეს რა ქვია და უნდა მაცხოვრის გადარჩენა მაგრამ მაცხოვრა ჩააგებინა ესე მახვილი და მე როცა წაყვა მე უკვე პეტრე მოციქული გაყვა თავი მაცხოვრის დახმარებოდა მაცხოვრის გვერდზე რო არ იყო ხალის საუბარმა შეაშინა როცა ხალმა დაუსვა ანუ ის ღმერთის გარეშე რო იყო ძალიან უსუსური დარჩა ყველაფრის გარეშე და უკვე თქვა რომ მე ქრისტეს არ ვიცნობო ანუ თუ ადამიანი წვენაში არ ახარ ეს მაგალითად თუ ადამიანი წვენაში არ ხარ და ღმერთისკენ არ ახარ ხო მიდრეკილი შეიძლება ძალიან დაიღუპო და განადგურდე აი თუნდაც პეტრე მოციქულს ერთი მეორე მაგალითი მოვიყვანო ხო მეორე მაგალითი აი გახსოვს აი მაცხოვარი ზღვაზე გაივლის პეტრე და რომიდის ნავთან და პეტრე მოციქული დაინახავს და შენახა რომ კი მე ვარო თუ შენახა რომ მაშინ მიბრძანეო და ზღვაზე გამოვილიო შენთან ანუ მე მოვალ შენთან ფეხით გამოვალ ზღვაზე და შენამდე მოვალო და მაშინ მაცხოვარი კი გადმოდი და წამოდი და პირდაპირ წელი განმარტებაში უცა პეტრე მოციქული მაცხოვარს პირდაპირ თვალებში უყურებდა ის ზღვაზე მიდიოდა და ქარი იყო ტალღები იყო მაგრამ ეს ტალღები და ქარი პეტრე მოციქულს ხელს არ უშლიდა რომ მას ზღვაზე გაევლო იმიტომ რომ მაცხოვრისკენ ქონდა მზერა პირდაპირ მართული რადგან მაცხოვრის უყურებდა მას არაფერი ხელს არ უშლიდა მას ეს ცხოვრება ეს ტალღები მას ვერაფერს ვერ უშვებოდა მაგრამ როგორც კი მაცხოვარ თვალი მოარიდა და დაინახაო ეს აღელვებული ზღვა ეს ყველაფერი უცებ შეეშინა და დაიწყო შანთქვა წყალში მაგრამ სანამ ის მაცხოვარს არ თხოვრო ამოიყვანა იგნიდა მანამდე მაცხოვარს არ დაეხმარა და მე ისე მაცხოვარს თხოვრო ამოიყვანა და ამოიყვანა ესევე ყველა ადამიანს დაეხმარება ღმერთი ვინც ითხოვს ღვთისგან შველას ზარია მგონი და ეხ ზარი ძალიან მაგალითი მოიყვეთ მადლობა ამისაც გისმენთ ალო უკაცრავად ეთერში ვარ დიახ
გამარჯობა, ბატონო გიორგი, უღრმესი მადლობა. მამაშავა დამლოცეთ. მოიცა დაგლოცეთ გაგახაროს მართლა. მამაშავა, მე ყოველთვის უსმენ ხოლმე გიორგის გადაცემებს ობიექტის ინტენსიური მაყურებელი და მსმენელი ვარ. თქვენ ახლა ერთი პიროვნების ისტორია მოყევით და ანალოგიური გაჭირვება მაქვს მე, ანუ ჩემ ძმას ეხება. მე არ ვიცი სამწუხაროდ თქვენ სად მოღვაწეოთ, როგორ შემიძლია ნახვა და მე ვიცი რომ ძალიან შეზღუდული გაქვთ თქვენ მრევლი ყავთ ყველაფერი, მაგრამ გული ამით იყო ახლა მე ისეთ მდგომარეობაში მყავს ძმა, ესა სისხლის მიერი ნათესავები მყავს მე თვითონ მოძღვრები. არაერთის მივედი, მივმართე, ვისთანაც მიმეშლებოდა სიტუაცია აუხსენი ყველაფერი და გამოსავალი ვერავინ ვერ დამანახა. ეს კაცი იძირება არა მარტო თვითონ, არამედ ოჯახის წევრებით გაუბედურებულები ვართ რა. ეს დროს ძალიან კარგი ბიჭი, აი ძალიან კარგი ფეხბურთელი, ძალიან კარგი პიროვნება. დღეს გალოთებული, გაუბედურებულია და ყოველთვის უბედურება მიაქვს და აი რამდენს მივმართე, რამდენს თხოვე, დაუჯოქე, რა ვიცი, თხოვე კიდევაც იქნებ მეთქი მონასტერში, სადღაც მცირე ხნით მაინც, მაგრამ ეს გამოუფხიზლებელ მდგომარეობაში არის. მამაშავა, თუ დამდებთ პატივით, მე მსახურობ თქვენ და შეგეფერებით ასაკით, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მე ძალიან მინდა ეს არ იქნება 15 წუთით სასაუბრო. აი მე მინდა ძელი ჩემი ცხოვრება მოგიყვა და როდის ვიცი რომ შეზღუდული ხართ, მაგრამ თუ მოიცლით აი აუცილებლად მოვიცლი, აუცილებლად დაგელაპარაკებით. დიდი სურვილი მაქვს, აი ამ წუთიდან მე ძალიან შევცხოვრობ ქალაქი ძალიან გარეუბანში, თორე გამოვიდოდი ახლა და აი მუხლებ დაჭოკილი ჩაგივარდებოდი. იმდენად მამშვიდებთ. იცით რა არის ნომერს აუცილებლად თუ გადმორეკავ ჩემდეგში მამაოს ნომერს აუცილებლად მოგცემთ და თქვენი ნომერიც რო დატოვოს ხო? კი, აუცილებლად დატოვებ გიორგი და უღრმესი მადლობა რომ ჯერ ობიექტის მადლობა და მე შეიშვილო გიორგი რომ შენ ასეთ სამშაბათს გიღამებ და ასეთ ბედნიერებს გვაღვიძებ. ძალიან დიდი მადლობა. უდიდესი რაღაცა ეხლა ნეტა ყველა ახალგაზრდა თუ ჩემი ხნის თუ ყველა ოჯახი გიყურებდეთ, ეხლა აი ამის სურვილი მაქვს და დარწმუნებული ვარ ყველასთან მე სათნოება და სიმშვიდე და დაისადგურებს, იმიტომ რომ ხალხმა დავკარგეთ სიყვარულის უნარი სამწუხაროდ. უღრმესი მადლობა. რასამოთ, მადლობა დიდი ქალბატონო, რა ვიცი. მამო, აი თუ შეიძლება იმასთან დაკავშირებით, მართლა არსებობს ხოლმე ის მომენტი, რომ აი გარემოცვა, აი რაღაცნაირად ისე ზღუდავს, ისეთ სიტუაციაში ვარდები, რომ სამწუხაროდ თან საქართველოში არის ესე, მამო, არაერთხელ მიკითხავს მოძღვრისთვის და კიდე ერთხელ მინდა, მამო, რომ თქვენც კითხოთ და თქვენი პასუხი ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის, რომ აი საქართველოში ხდება რომ ის რომ ბიზაშვილის რაღაცა ძალის რაღაც აი ცუდი საქციელი შენზე უნდა გადავიდეს აუცილებლად ამ უცხოეთ შეიძლება სხვა აი რაღაცა თბილი ხალხი ვართ მამაო და ძალიან მოსიყვარულე მაგრამ ეს დარდი მამაო ხო აი მე არ ვიცი ხა უცხოეთში ხა არსად არ დგას სიტყვაზე ვიღაცის ბიზაშვილის ქმარი რომელიღაცა ჭირის უფლად ხო ვიღაცა რო გარდაიცვლება და აქ საქართველოში მამაო აი ყველაფერი ერთმანეთს ეხება და ცუდით სამწუხაროდ მამაო ვიღაცა დააშავებს და შენ რომ მოდიან ხო ამბობენ ეს იმის მეგობარია და უკვე შენ სახელი გაქვს გატეხილი ამ დრო შენ შეიძლება სულ არ იყო ხო დამნაშავე ან რაღაც აი ეს ერთმანეთს სულ უშავებთ ხოლმე სამწუხაროდ მამაო ესეთ ქვეყნებში არ ვიცი ესე ხდება თუ რა რატომ და აი როგორ შეიძლება მამაო იმიტომ რომ აი სასულიერო პირებთან დაკავშირებითაც წეღარო ამბობდით ხო ეხა ერთი ორმა სასულიერო პირმა შეიძლება ვერ აიტანა რაღაცა ვერ დაიტია ხო თავის რაღაცა ცირედი რწმენის და გამო ხო ეს ადამიანი და შეიძლება ის ადამიანი იმიტომ იღუპება რომ გონია რომ სხვა მღვდელი არ არსებობს რომელმაც შეიძლება ეს დაიტიოს ხო და დარჩა მარტო ხომ და ლოთობს რაღაცა რომ გაიქცეს ამ პრობლემას რა ცუდი სიტუაციაა ხო აი თუ შეიძლება მამო ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ერთი რო აშავებს აი ბავშვებსაც უმაგას ვეუნები ხოლმე და აი თქვენ ძირთად აი ხო იცით მამო აი რო არის ხოლმე რომ აი ერთს მრევლი ყავს ერთი კაცი ცუდი და იმ მრევლის სახელით აუ მაგას ისეთი მრევლი ყავს რაღაცა ამ დრო შეიძლება ვიღაცა კარგიც არის მაგრამ ეს ერთი უფუჭებს სხვა დანარჩენ სიტუაციას და რატომ ხდება ხოლმე მამაო და აი რა რატომ არის ეს იმიტომ რომ აი შვილები დედები ბებიები და ეს წინაპრები ჩვენთან ძალიან
ეხება რა. აი ის იმის რაღაცა არის და აი ეს ცუდი იქნება. ამ დროს შეიძლება ბაბუა თუ იყო კომუნისტი, ხო სიტყვაზე, სულ ანიშნავდეს იმას და რაღაცას ანგრევდა, ან აფუჭებდა, კი, ძალიან ცუდი არის, მაგრამ სულ ანიშნავდეს იმას, რომ მე ეკლესია მწვს, ხო, მაგრამ აქ ესეთი რაღაცა ხაზი მოდის ხოლმე და რასაც ძირითადად ვერ იჭრი და ვერ შორდები რა და აი მას როგორ უნდა გაექცეს მამო ადამიანს ეს ერთი მხრივ ძალიან კარგია რომ ადამიანს პასუხისმგებლობა გაქვს შენი შვილის მიმართ ასევე ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ნაწილი იმიტომ რომ მე მაგათ მესე დამოკიდებულება მქონდა მე ესეთი აზროვნებით ვიზრდებოდი ბავშვობაში მე რომ სემინარის ჩავაბარე მაშინ მე ესეთი ეკლესიური არ ვიყავ მაგრამ ვფიქრობდი რას რომ ჩემი სემინარისტები არ შემერცხვინა ანუ ჩემი საქციელი იქნებოდა თელი სემინარის საქციელი იმიტომ რომ ჩემს გარდა სხვა სემინარის იქ არავინ არ იცნობდა ანუ ჩემს სამეგობროში ანუ რაც მე ვიყავი ჩემი მეგობრებისთვის ჩემი სემინარია იყო ის ანუ სემინარშოტები იყო ესეთები მე დღეს ვარ სასრულპირი ხო როგორც მე მხედავ ნუ ისე აღიქვამს ყველა ჩემს სამღვდელოებას ჩემი და გამომდინარე ჩვენ ყველანი ესე უნდა უდგებოდეთ ამ საკითხს შენ რო ოჯახიდან ადრე იყო ესეთი ტერმინით არსებობდა ოჯახის შვილობა აი ეს ოჯახში როგორ ეთქვა რომ ოჯახში გაზრდილი არის ანუ მისი საქციელი განაპირობდა მის ოჯახის შვილობას ანუ რა ოჯახში გაიზარდა ადამიანი ეს ნაწილობრივ ძალიან კარგი არის რომ ადამიანს ეს პასუხისმგებლობა ქონდეს ეს პასუხისმგებლობა შე რაღაცებში გაჩერებს თუ შეიძლება ძალიან ბუჯეგინდა რაღაცა ცუდი ჩაიდინო მაგრამ ცუდს არ ჩადიხარ იმის გამო რომ იქ შენი შვილი დგას შენი დეიდაშვილი დგას შენი ბიძაშვილი დგას შენ და თორე შენ პიროვნულად რაღაცა შენ ცუდი ჩადენა გინდა მაინც გინდა ამ ცუდი ჩადენა მაგრამ რაღაცა გაკეთეს მაგათ აი როგორა ჩვენ ჯერ ღმერთი ისე არ გვიყვარს რომ ცოდაზე ვარ ვთქვათ აი რატო აი მაგალითად აი შიში შეიგ სიყვარულს რას ნიშნავს შიში შეიგ სიყვარულს ანუ მე ჯერ შიშით მივდივარ ღმერთთან ან რა შიშით მივდივარ ღმერთთან მე იმდენად მიყვარს ღმერთი რომ მე ღმერთის დაკარგვის მეშინია იმიტომ რომ მე თუ ცუდად ჩავიდე ამით მე ღმერთს დავკარგავ ანუ ამით მე ღმერთთან საქმეს გავიფიჩო მე არ მინდა რომ ღმერთს საქმე გავიფიჩო ამიტომ ვერიდები ცუდად იმიტომ რომ მე ცუდად ძალიან მიყვარს ჯერჯერობით ცუდაზე მიჯაჭული ვარ მაგრამ იმის გამო რომ ღმერთი არ დავკარგო ამიტომ მე ცუდად არ ჩავდივარ ანუ მაგათ ყავს მეგობარი და ვიცი რომ ჩემს მეგობარს მაგალითად ჩემი საქციელი არ მოწოს და მე თუ ამას გავაკეთებ ჩემი მეგობრის წინაშე მე ჩემი მეგობარს დავკარგავ მაგრამ მე თუ ის მეგობარი ძალიან მიყვარს მე იმის გამო მე რომ მინდოც ამის გამო მაინც არ გავაკეთებ რომ ჩემი მეგობარი არ დავკარგო და ეს შიში რაღაც ეს ერთმანეთ ურთიერთში დამოკიდებულება ერთმანეთს დამოკიდებულება ეს რაღაც ურთიერთობებს ქმნის სადაც შენ მე იმას ურთქილდები და ეს არის ჯაჭვური რეაქცია ერთმანეთს რომ მარტო შე რო იყო ძალიან ბევრი რამეს გააკეთებ ძალიან ბევრი რამეს წახვიდე მაგრამ შენ ბევრჯერ შეგაკავე მაგრამ იმანუს ტიქაროსანი იყავი მე შეგავი როგორც რამდენჯერ შევკავები ხარ შენ ტიქარს რამდენჯერ შევკავები ხარ იმიტომ რომ ვიღაცა შეზოგა სხვა ტიქაროსანი იყო და ვიღაცა ეს არ ელაბორაკა შენზე ამიტომ თორე შენ უცუდი შადენა გინდოდა მაგრამ ამიტომ არ ჩაიდინე ცუდო რომ ტიქაროსანი იყავი და ეს დამოკიდებულება აი რაც საღამ ხალბატონმა ისაუბრა უამრავი ზარეთში ეხლა შემოვიყვან მე იყოს და აი უამრავი შემთხვევა იმისა რომ ადამიანები უმძიმეს მდგომარეობაში არიან ძალიან ბევრი ალბათ შემოგჭირდება სასრულპირებს იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენ ამ ადამიანებთან ვიშრომოთ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან საშინო მდგომარეობაშია მათი სულები უმძიმეს მდგომარეობაშია მაგრამ მათი სულიც უნდა იყოს საგადო მშობელს რო უნდა ანახლობას რო უნდა მათი გადარჩენა თუ მათი სულიც არ იყოს ის ვერ გადაარჩი მე შეიძლება ჩემ ძმებს ვერ დავეხმარო იმიტომ რომ ჩემ ძმასაც თუ არ უნდა ღმერთთან მე მის დახმარებას ვერ შევძლებ ანუ ნება მისგანაც უნდა იყოს ჩემგანაც კი მე უნდა დავეხმარო მას მაგრამ მისი ნებელობაც ვერ წამოვიდა ამისკენ ეკლესიაში ჯადოქრობა არ ხდება რომ ეს შეულოცო და რაღაცა გადარჩეს ესე ღმერთი ყველას გადაგვარჩენდა ყველა ადამიანს გადაარჩენდა ღმერთი რომ ცუდას არავის არ ჩაგვადეინებდა ღმერთი ისე მოგვიწყობდა ყველას მაგრამ ჩვენი თავისუფლება გვაქვს და ჩვენი თავისუფლებით ან მივდივართ სიკეთისკენ ან მივდივართ ვოროტებისკენ თუ ეს არის კარგი მამა ის არის შემოუშვებ მაშინ გისმენთ ალო გისმენთ ალო გამარჯობათ მოძღვარო შალვა გამარჯობათ საინტერესოა 92-91 წლის მოვლენებს როგორ შეაფასებდით? კარგით, ქალბატონო, მე რაღაცა. არა, ეს ცოტა სხვა ზარი არის, სხვა მხარეს არის და რა ვიცი, მე მგონი შეუთანხმდი მე ამ ქალბატონს წინათ რომ არ დარეკოთკოთ ჩემს რა ვიცი. მე საერთოდ პოლიტიკურ თემებს საერთოდ არ ვსაუბრობ და არ ვეხები. არა, რა თქმა უნდა, მამა სხვა თემაზე სამწუხაროდ ზარები აღარ იქნება, ხო ძირითადად ცოტა არის დრო დარჩენი და მამა აი ამასთან დაკავშირებითაც მამა აი ბავშვებიც აი
რაღაცა ეს თემა იყო ხო დასაწყისში. აუცილებლად საქართველოში მამო ისეთი ხალხი ცხოვრობს, რომ მაინც და მაინც აი კარგი რაც გაქვს იმას კი არ დაინახავთ. ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ თვითონაც რაღაცა თქვენ რომ ამბობთ კომპლექსი აქვთო რა. ხშირ შემთხვევაში ხდება ის, რომ აი გამოვალენ რომ აი ამის ბაბუამ ეს დააშავა რაღაცა. აი შეიძლება ვიღაცა არის. გამიშერო დაინგრეს მე ცხოვრება ადამიანს. ეს როგორ უნდა გავაკეთოთ მამო, იმიტომ რომ ბავშვებსაც ხშირად მამო არ ესმით ხოლმე. ისე და აი მაღაზიაში საუბრეთ თავიდან რაზეც ხოდა ჩვენ და ეს არის შენი პირადი დამოკიდებულება, შენ როგორი უნდა იყო, მაგრამ საზოგადოება როგორ უნდა მოგექცეს, ეს მეორე მხარე არის. ანუ საზოგადოებამ შენ ესე არ უნდა გექცეოდეს. შენ ესე უნდა უდგებოდეს საზოგადოებას, შენ არ უნდა დააშავო ისე რომ შენ შუ საქმე გაუფუჭო. აი შენი მიდგომა ესეთი უნდა იყოს, მაგრამ ჩემი მიდგომა იმ დამნაშავეს როგორ უნდა იყოს, პიროვნული უნდა იყოს. ანუ მე ესე არ უნდა ვაფასებდე მას. საკუთარი თავს ესე უნდა მივუდგე რომ ვიღაცას მე საქმე არ უნდა გაუფუჭო, მაგრამ მე სხვის საქმეს არ უნდა გავარჩიო. იმიტომ რომ მე არ ვიცი ის რატო ჩადის ამ დანაშაულს, ამაზე თავიდანაც ვთქვი, აი, თუმცა არ იცი შენ რატო მოიქცა ესე, რატო მოკლა ადამიანი, რატო მოიქცა ესე, რამ განაპირობა მის საქციელი, ჩვენ ეს არ ვიცით. წავიდა ზოგჯერ როგორ ხდება ხოლმე, ერთხელ მახსოვს შემთხვევა იყო ქაშვეთში. დიდი მარხვის ბოლო კვირა იყო და ერთ-ერთი ადამიანი შემოვიდა ნასვამი ტაძარში. და იცით წმინდა გიორგის ხატი როა ზევით კუთხეში ამბიონის ხარის და ერთ-ერთი ნასვამი კაცი შემოვიდა. რო შემოვიდა ეს დავინახეთ რა იყო ძალიან თან ისე ხმაურობდა მივედი მასთან და ესე ხელი მკრა გამაჩერა და ხმა რა მომიღე რადგან მეთქე კიდევ არ დავძაბო რაღაც ნასვამია. ავიდა ზევით ხათან წააქცია სკამი ქვირზე სკამი ეთქვის სკამი წააქცია. მე ავიდა სკამი გავასწორი ამოიღო ხურდები და დამიყარა ხურდე მომაწოდე მითხე მევაწოდე ეს ხურდე მე კიდევ დამიყარა კიდევ მომაწოდე მე გამოვეცალე აქ. მე ხათან და რაღაცებს ელაპარაკებოდა ხაც თავის სამწუხაროდ გიორგის ხაც მე გოგონები ავიდნენ ამ ხათან მოსალოცად ხაც ეთქვა მე ამათაც ხელი კრამ გოგონებს და მე მაგას ავედი ზევით და ამ დროს ხაც მიანერწყვა. აი სამწუხაროდ გიორგის ხაც ესე მიანერწყვა ხაც. თუცი გუცი გადამეკეტა გონა უცამ ხაც ახლა შევარწყვა მიაყენა და მოვკიდე ხილ და გამოიყვანე ტაძრიდან მეც მაშინ სტეხაროსანი ვიყავი და მინდოდა რომ რაღაცა მინდა წყობიდან გამოვიდე ესეთ საქციელის გამო და რა ხელი გამერტყა მის რა გააკეთა წნაგირის ხაც მიანერწყვა. და რომ გამოვიდე ქაშვენაგე რუსთაველია. რო გამოიყვანე ეს დავინახე ხალხის სახელი მათ არის უნდა შეგინთ რა მოხდა. იმათმა ნახეს ფაქტი რომ მე გამოვიყვან და ვიღაცას მოვათრევ. და იქ რომ ხელი გამერტყა მისთვის ხო ისინი მას გაუტო რა მოხდა იქ. იქ იტყოდნენ ახლა გუდელი როგორც ის ადამიანს. და ეგრევე გავჩირ და გაუშხილ და აღარაფერი არ უნდა. მეთქი წადი მეთქი დროზე აქედან მეთქი მარტო ეს უთხარი. და ის წავიდა. და აი რატო ვიძახე ფაქტით რატო არ შეიძლება რაღაცა შეფასება, იმიტომ რომ შენ არის იმ მანამდე რა მდგომარეობა იყო ერთხელ ესე მახსოვს წინა დიდმარხვაში ის ხშირია ხოლმე ბრძოლები რაღაცა ადამიანები ძალიან ისე გიწევენ ხოლმე რაღაცებში და დიდმარხვაში მე ჩემი წა და ჩემი მოვდივით ერთად მანქანით. საჯვარედინი რო აქ საბურთალო საჯვარედინზე. და იქ მანქანა ყინაღამ დაგვარტყა. კამერები ყველგან ყინაღამ დაგვიჭახა ეს შევდიოდით იქ მოვიდა და გამიჩერებინა მანქანა და ამ დროს მეორე მანქანა გამერტ ყინაღამ დაგვიჭახა ეს მანქანა და მე მანქანა გავაჩერეთ მოვიდა ეს მოატრიალა ამ კაცმეს მანქანა და გადმოვიდა მაჯერ მანქანაში გვაგინა აი ძალიან უხამსწყობით გვაგინა და ჩემი ცოტა ისე არ არის ჩემი ისეთი ეკლესიური და ისეთია ფიზიკურადაც ძლიერი რაღაცა და ზურგ იხუწები არ გადახვიდე მანქანიდან მე თვითონ დამკარგავ მე რომ გადახვიდე მეთქი მანქანიდან იმიტომ რომ კამერები ესეც სულ ესია რაღაცა ვიჯექით მანქანაში გვაგინებდა ჯერ მანქანა გვდიოდა და ჩემს მანქანაში და ორი ძმა ვზივართ მანქანაში და ვიღაცა დგას და გვაგინებს თან თავისი მიზეზი ყარა ჩვენ მიზ არაფუშვაში არ ვიყავით ამ შემთხვევაში მე გადმოვიდა მანქანიდან რაღაც ბოთლები დამემტრო შეიძლება გვისმენდეს კიდევაც შავი ჯიპი იყო რაღაცა ზერო ბოთლები რაღაცა და კიდე გადმოვიდა კიდე დედა გვაგინა თან დამინახა სასროპირი ვიჯექი მანქანაში და კიდე უფრო მეტად გვაგინა სანამ პატრული არ მოვიდა მანამდე მის აქედან არ წავიდა ანუ რატო ყვები ახლა ფაქტს ახლა იქიდან რომ გადასულიყავით მანქანიდან მე ხილს არ წავარტყავდი მოდი დაემფოროს მაგრამ ჩემი ძმა რო ჩაეროდა რო გამიშო ვიღაცა გადაიღებდა ამას და დაგვიდებდა ხუდელი როგორ ჩხუბობს ასე დებენ ხოლმე ძალიან ხშირად ამ კადრებს და იმას და იქამდე რა მოხდა ამას არავინ არ ისაუბრებდა რა განაპირობა ჩემ მანქანიდან გადასვლა იმიტომ რომ ესე მშვიდად ხარ გადავიდა ჩემს რო გადავიდა და მე თვითონ გადამხტარიყავი მანქანა სილბუნა წავსულიყავი რა რაღაც რომ გამიშველებინა რაღაც სამე არ მოხტარიყო იქ მოხდებოდა ფაქტი ხუდლის მანქანიდან გადმოსულმა ადამიანმა ვიღაცა ცემა ადამიანი ცემა გდელიც მივიდა და რა უქნეს ადამიანს ანუ ძალიან შედა ეს ფაქტები აი თუნდაც ესე იდება ხოლმე და ამას მარტო ეს კერყები ხა ყველა ადამიანს ჩვენ ადამიანებს ესე ვექცევით ხოლმე ჩვენ არ ვიცი აი შედეგი რა ამით ის კი არა გამართლებული ცემა გამართლებული ან ჩხუბი არა არაფერი როგორ შეიძლება ადამიანი ვიღაცა ცემოს ან ვიღაცა გაალახოს ან ვიღაცას მოექცეს ეს არაფერი არ შეიძლება მაგრამ აი დამოკიდებულებას ჩვენ როგორ ვექცევით ადამიანებს აი როგორ საზღვროთ ამ ადამიანს რამ განაპირობა მისი ცოდვა ჩვენ უცებ შეიძლება ადამიანი ჩავქოლოთ რომ გავიგოთ ადამიანს და აშავა უცებ საზოგადოება დავესევი და ამ ადამიანს მიწასთან გავგლიჯავთ ამ ადამიანს ამ ცოდვის გამო
და არავინ არ ფიქრობთ ამ ადამიანს რატო გახდა ეს ადამიანი ესეთი რა მიიყვანა ეს ადამიანი ამ მდგომარეობამდე რა განაპირობა მისი ამ მდგომარეობამდე მისვლა რატო ჩავარდა ეს მცოდვაში არა გაგება არ გვინდა ჩვენ როგორ ვართ იცი ახლა გუნდოს კითხულობდი ფსალმის კითხულობდი და წავიკითხე სიტყვები კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმაყო ბაძვი და იგი პირუთხა უგუნურთა და მიემსგავსამად და ეს მე 96 წელი ეკლესიაში ვარ რაც იმნავის ჩავაბარე ყოველთვის მეგონა რომ სხვაზე იყო დაწილი და ეს მე არ მეხებოდა არასდროს მთელი ჩემი ცხოვრება მეგონა რომ ეს იყო სხვისთვის დაწილი და მე არ მეხებოდა და გუშინ პირველად მივხვდი იმას რომ ეს სიტყვები არის ჩემზე დაწერილი კაცი პატივსა შინა იყო არა გულისხმაყო ბაძვი და იგი პირუთხა უგუნურთა და მიემსგავსამად ეს ადამიანი ვარ მე პირველ რიგში რომ ამხელა პატივი მას ღვთისგან და ძალიან ხშირად პირუთხს მივემსგავსები ხოლმე ადამიანი როცა ამის გააზრებას იწყებს მე დამოკიდებულება სხვა ადამიანის მერე გიჩნდება სხვანაირი მე უკვე იმიტომ რომ შენ სხვას ესე მარტივად აღარ განეკითხავ როცა იცი რომ შენ ამხელა პატივი გავს ღვთისგან და შენ მაინც პირუტყულად ცხოვრ და მაინც ბოლომდე ღმერთს ესე ვერ ემსახურები და მაინც ეს დამოკიდებულება შენ ღმერთში არ აქვს ეს ვერ გავიგე აი რაღაც სანამ რაღაცები ჩემ ცხოვრებაში არ მოხდა რაღაცები სხვა თვალით არ შეხედე მანამდე ამის გააზრება მანამდე ეს რაღაც ვერ გავიაზრე რომ ეს სიტყვები მე მეხებოდა პირადად ჩემზე იყო სიტყვები დაწერილი და როცა ადამიანები ამას გავიზრდეთ ჩვენზეა დაწერილი და ჩვენ პირუტყულ მდგომარეობაში როცა ადამიანებს განვეკითხავთ როცა ადამიანებს მარტივად ვლაპარაკობთ როცა ადამიანები ყველანი შევიცვლებთ ერთმანეთს ურთიერთობაში და ჯერ საკუთარ თვალში დილეს ამოვიღებ და მე სხვის თვალში დავიწყოთ ბეწვის ზებნას მაშინ საზოგადოება შეიცვლება მაშინ ეს ბავშვები შეიცვლებენ ეს ყველაფერი შეიცვლება მე რამ ყველაფერი შედეგად მაგრამ ჩვენ როგორ ვართ იცი საკუთარ თვალში დილით გოსავსე და სხვის თვალში ბეწვს ვეძებთ ხოლმე ზარია ეს მე შემოვიყვანოთ მამა რა ვიცი რა გითხრათ გისმენთ თუმცა შეგიძლიათ მართლმადიდებელი ქრისტიანს აი უბრალო ადამიანს როგორც მე ვარ მაგალითად აი თავის სამეგობროში აი რო ხედავდეს რომ ну თვითონ ეკლესიურია მაგრამ არის მდგომარეობა ისეთი რომ თავის სამეგობრო მოდის მე სახში და ქუჩაა თუ უბანი თუ რაღაცა ну შეკრებილი თავის მეგობრებთან ერთად ну არ არის ისეთი სიტუაცია რომ ისინი არიან ეკლესიურები თუ აქვს უფლება რომ აი უთხრას და ურჩიოს ეკლესიელუ ქადაგებასავით გამოდის მაგრამ უბრალო ქრისტიანს უბრალო ხარ სამაგალითო როგორ ფიქრობთ როგორ მე მგონია რომ უნდა უთხრა მაგრამ რა თქვენ თუთული თქვენ თავს სამაგალითო მე მინდა რომ მოძღვარმა თამარიკოს თუ შეიძლება თუ არა ეს და კიდე ერთი რამე არის აი მოძღვრების გაკითხვა რო იციან ხოლმე რა არა ისე მაინტერესებს უბრალოდ ძალიან მეჩხუბები ხოლმე ბევრს სხვადასხვა და თელესქორება როცა არ ეკლესიური ვიყავი მაშინაც მეჩხუბებოდი სხვადასხვა რომ აი მოძღვრის გაკითხვას რო იწყებდნენ ხოლმე რაღაცა და მიყვარდა ის ადამიანები შემოწმილი რო იყვნენ აი ეს გული თუნდაც თვალი რო ვიყავი ხოლმე არ მოგიდგენია და მე ეკლესიაში რო შევედი და ახლა მე ჩემი მოძღვარი რო ყავს ახლა ვის დავალაპარაკებ იმაზე როგორ მეტყვის ამას მაგრამ აი ესეთი ხალხი რო არიან მამა აი რას მოუწოდებთ და რას ეთქვით ეგეთ ადამიანებს მამა პოდიშით კითხვაზე რატო არ მიპასუხეთ არა მინდოდა მაინტერესებდა არა გიო დამოკიდებულება როგორია ეცე დღეს რაღაც ზამოდა შემოვიდა ეს ათეისტობა რაღაცა ხა იგიც მინდოდა ეს ძალიან მოდაშია დღეს შემოვიდა ათეისტობა მოძღვრების განკითხვა და სადაც მოდა შემოვიდა ადრე თუ რაღაც ეს იყო რომ აი მოდაში იყოს მოძღვარი მყავს ანუ მეორე უკიდურესობა რაც იყო აი მეცი რა მოძღვარი შენ წავს მოძღვარი მარხულო იცი რა მე მარხულო მე არ მარხულობ და რაღაცა ესეთ თემები რაღაცა აი მოდაში იყო რაღაცა ეკლესიური დღეს პირიქით სხვა რაღაც შემოვიდა მოდაში რა აი დღეს როგორ აი შენაც მოძღვარს არ განიკითხავ მოძღვარზე შეალაპარაკო აი როგორ ურწმუნო და რაღაცა ესეთი რაღაც შემოვიდა დღეს მე როგორ დამოკიდებულო თუნდაც ახლა მეც ქონია ეს დამოკიდებულო როცა მოვიდე ეკლესიაში ძალიან გამიჭირდა უცებ ქუჩიდან უცებ ეკლესიაში ვერ იგებ ახლა იქ სად რა გორნა მოიქცე იმიტომ რომ იქ რაღაცა შენი ისიც ბავშვი ხარ პატარა ხარ ჯერ კიდევ რაღაცა პიროვნული რაღაცების დამტკიცება გინდა ღმერთი ისე არ გესმის რომ რაღაცას ყველაფერი შეცვალ თან ახალი მოსული ხარ ეკლესიაში გინდა რომ რაღაცნაირად ეს შენი ეკლესია ყველას უთხრა და უკადაგო და ჯერ ამაში ზად არ ახარ ჯერ ხარ ის მზად რომ შენ ვიღაცას უკადაგო მაგრამ დამწყები რო ხარ ეკლესიაში რაღაცა გინდა რომ ყველას სიტყვა უკადაგო მაგრამ შენ სიტყვას უნდა მოყვებოდეს ზალა როცა ადამიანს აი შენ ვერ უკადაგებ ვერავი შენ ძირითადი ქადაგება რა ძირითადი ქადაგება შენ ცხოვრების წესი ადამიანი აი შენი ცხოვრების წესია პირველი ქადაგება ის რომ დაგინახავ რომ შენ ეკლესიური შენ რო გახდე ეკლესიური ყველაფერი შეიცვალა შენ სიკვდილი დამოკიდებულებები შეიცვალა ურთიერთობები შეიცვალა ის ადამიანები შეიცვლებიან შესმართ აუცილებლად მარტო ქადაგება საკმარისი არა სიტყვით ქადაგება სიტყვასთან ერთად ეს იაკობ მოციქულთან წერია რომ
წმენა საქმის გარეშე მკვდარია და საქმე რწმენის გარეშე მკვდარია. ანუ მარტო რო გწამდეს და საქმეს არ აკეთებდე, შენ დაღუპული ხარ და ესევე მარტო საქმეს რო აკეთებს, რომ მოწყალების გაცემა და ამის წმენაც არ ქონდეს ამასთან ერთად, შენ მაინც ვერ ცხონდები და ვერ გადარჩები. ანუ ეს ყველაფერი უნდა იყოს ერთად. წმენა და საქმე. ის დამოკიდებულება იმათთან, აი რო ახლა შენ მეზობლის ახლა სულ ურჩიო რაღაც ზოგჯერ ეს არის დამწყებ ქრისტიანებს ეს ემართებათ ხოლმე, რომ რაღაცა გინდა რომ აი ხო ხიბლის მომენტია, რომ აი ყველა მეზობელს გინდა გააგებინო ეს ზოგჯერ მეც არ ვქადაგებ ხოლმე, სადაც ხედავ რომ არ უნდა ვიქადაგო, იქ არ ვქადაგებ ხოლმე. ზოგადად არ მიქადაგებ, ხედავ მე ჩემს მეზობელს რომლებიც ხედან და არ მიდივარ და არ ვქადაგებ, მათ არ ველაპარაკებ, იმიტომ რომ ისინი ჯერ მზად არ არიან ამის მოსასმე, იმიტომ რომ მათ თვითონ ჩემი ცხოვრება განაპირობებს, რომ ისინი დამელაპარაკებიან აუცილებლად ამას, მაგრამ ვინც ამას ითხოვს, მე ყველას ველაპარაკები ამ თემასთან დაკავშირებით. თუ ადამიანს ეს სჭირდება, მაგრამ შენ ვალდებული ხარ ადამიანის სწორი სიტყვა მეიტანო, მაგრამ სახარება ისე წერია, რომ ღორებს მარგალიტს უნდა ვუყრით, იმიტომ რომ მათი ფასი არ იციან და გათელავენ. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, როცა მეც პატარა ბიჭი ყოფილი როგორც დავიწყე ეკლესიაში და მინდა რომ მექადაგავ იმისთვის, ამ დროს ეს სიტყვა მათთვის დასაცინი და გასახუმარო ყოფილა. და პირიქით ისინი ფუძი ცოდვაში ჩამიგდია, ჩემ დოინელ ქადაგებით, იმიტომ რომ მე არ ვიყავი მზად რომ მექადაგა იქ. თავდება გონე გადაცემა ხო თავდება და ძალიან სამწუხარო არის, რა ვიცი. კიდე არ შეიძლება მამა რომ დაამატოთ და რომ ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მომბრძანებისათვის მამა. რა ვიცი, მამა საერთოდ ისე ჯობია რომ აი მოძღვრის დასაცავად წეღან ამბობდა რომ რაღაცაო შეიძლება ვიღაცა მოკლა, ხო? არა, არც მოკლა შეიძლება ხო, აი თქვა და მინდოდა აუცილებლად. არც მოძღვრის დასაცავად რამე ჩხუბია რაღაცა არაფერ არ აქვს შესაძლებელი, იმიტომ რომ ქრისტიანობა სხვა რელიგია, სხვა მოწოდება აბსოლუტურად შენ ცხოვრების წესს უნდა დაიცვა შენი მოძღვარი, შენი ქრისტიანობით დღეს ეკლესიას ვინც არცხვენს მრევლი და ჩვენ ვარცხვენთ ეკლესიას ყველაზე მეტად, ანუ ყველაზე მეტად ვინც აბრკოლებს ამ ადამიანებს, ჩვენი ცხოვრების წესს ვაბრკოლებთ ამ ადამიანებს. ძალიან შეხვდება ხოლმე ისე რომ ადამიანი 30 წელი დადის ეკლესიაში და ეკლესიურობის არაფერი არ ეთყობა. 15 წელი დადის ეკლესიაში და არაფერი არ ეთყობა ეკლესიურობის, მისი ცხოვრების წესი ეკლესიური ცხოვრების წესი არ არის. და ეს არის უმძიმესი მდგომარეობა ადამიანის, ანუ შენ მარტო საქციელით კი არ უნდა იყო რომ მარტო მარხულობდი ან ეზიარებოდი ან ეს კი არ არის. შენი ცხოვრების წესი უნდა იყო ქრისტიანი და შენი ცხოვრების წესი უნდა ქადაგებდე ქრისტიანობას. უდაღაც დრო და ამოგვიწურა და ვერასდროს საუბარს. უნდა რომ ყველანი დაგლოცოთ, ღმერთმა დაალოცოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერიმი და დაალოცოს ღმერთმა ჩვენი პატრიარქი, ჩვენი მამა და ჩვენი რა ყველასთვის ჩვენ მე შეიძლება მიხსენებია რომ ჩვენ ბედნიერები ვართ იმით რომ ეპოქაში ვთქვათ, როდესაც საქართველოს პატრიარქი არის ილია მეორე და ამ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება და მე პირადად კიდევ ამ პერიოდში მომიწია სასულო პირობა მის დროს და მის პერიოდში და მისგან ვარ ხელდასხმული დიაკვნად, მისგან ვარ ხელდასხმული ღვთლა და მე ამას ყველაზე პატივად ვთვლი ჩემ ცხოვრებაში და ამას დიდი სხავის ცხოვრებაში არ არსებობს. რასაუბრობთ, მამა ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის. რასაუბრობთ, პირიქით მამა, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენეთ, მინდა მოვიკითხო ჩვენი უწმინდესისგან ლოცვა კურთხევა მინდა ჩემი ბავშვები მინდა მოვიკითხო სკოლის და თელი სკოლა მას ყველა აბსოლუტურად ვისაც მოკითხვა ჭირდება, იქ და სამშაბათ საღამოს ხრისნაღევას დაგიბრუნდებით. ჩემი სტუმარი გახდათ მამა შალო კეკელია და მე გახდით გიორგი დარსელია. კარგად ზანდებოდეთ დროებით.